4 წლის ევას მამას სისხლის კიბო დაუნდობლად ანადგურებს. დაავადებამ თითქმის მთლიანი ორგანიზმი შეჭამა. მეტასტაზები უკვე ტვინშიც გავრცელდა. კოკას მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულად მძიმეა. მისი სიცოცხლისთვის თურქი ექიმები იბრძვიან. ქიმიოთერაპიის შემდეგი კურსი არ არის დაფინანსებული და უახლოეს მომავალში აუცილებელია სულის ტვინის ტრანსპლანტაციაც. კოკას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. იმუნიტეტი პრაქტიკულად ნულოვანია. ძალები კი ირევა. ყოველი დღე თითქოს ვულკანზე დგომას გავს. კიბოს უჯრედებმა უკვე სულის ტვინის 90% დაიკავეს. გადარჩება თუ არა ეს ახალგაზრდა კაცი, ახლა მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული. მოახერხებს თუ არა ოჯახი, რომ მოიპოვოს საჭირო თანხა და გააგრძელოს გადამრჩენი მკურნალობა თურქეთში. კლინიკამ თანაგრძნობა გამოიჩინა და მძიმე ავადმყოფი კოკა მიუხედავად იმისა, რომ თანხა სრულად არ იყო გადახდილი, მაინც მიიღო. ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ქიმიოთერაპია. მკურნალობას უკვე აქვს დადებითი ეფექტი, მაგრამ კლინიკა ვერ შეძლებს დიდხანს გააგრძელოს მკურნალობა დავალიანების დაფარვის გარეშე. მკურნალობის ერთთვიანი ღირებულებაა $27,000. ოჯახს არ აქვს სრული თანხა, რომ დაფაროს ეს გადასახადი. გთხოვთ დაეხმარეთ კოკას. მდგომარეობა უკიდურესად სასწრაფოა. ახლა მკურნალობის შეწყვეტა ნიშნავს მხოლოდ ერთს, მისი სიცოცხლის შეწყვეტას. გადარიცხეთ, რაც შეიძლება მალე. გადაარჩინეთ სიცოცხლე. ნუ დატოვებთ ბავშვს მამის გარეშე. თუ გული გაქვთ, მოაუვლით გვერდს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.